გამკაცრებული კანონებით კიდევ ვცდილობთ აღიარება მოიპოვოთ. თუ ხელისუფალი გინდათ გერქვათ, გადადგით ჰუმანური ნაბიჯები. დიახ, თუ თქვენ გსურთ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა, თუ თქვენ გსურთ პოლიტიკური სტაბილურობა და გსურთ პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, ძალიან მალე რამოდენიმე დღეში ჩვენი საპარლამენტო გუნდი საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს კანონ პროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბრის თვიდან დაწყებული 2025 წლის სექტემბრისთვის ჩათვლით დაზარალებულ ადამიანებს. და აქ დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოგმართავთ მხარი დაუჭიროთ აი ამ ინიციატივას და გაანთავისუფლოთ ისედაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანები 5 და 10,000 ლარიანი ჯარიმისგან და გაანთავისუფლოთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები. დიახ, ის ადამიანები, რომელიც თქვენი ამორჩევლების და თქვენი მხარდაჭერებსაც კი გულში ხინჯად აქვს ჩარჩენილი. აი ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გექნებათ თქვენ სრული უფლება, რომ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე ისაუბროთ დეპოლარიზაციაზე და ისაუბროთ მშვიდობის დამყარებაზე. იმიტომ რომ ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომლის მიზანი იქნება საზოგადოების კონსენსუსის მიღწევა და დემოკრატიული სტაბილურობის აღდგენა. ამიტომ თქვენ გააქვთ კიდევ ერთი შანსი იფიქროთ სახელმწიფოებრივად და იმოქმედოთ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და თავად მიიღოთ გადაწყვეტილება, ვის პრეზიდენტად გნებავთ რომ დარჩეთ. დიდი მადლობა.